მაყურებლებო, დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა გოგონა, რომელიც სრული სერიოზულობით ვამბობ, რომელიც საქართველოს ჩემპიონია კიკბოქსინგში და აგრეთვე საქართველოს პრიზიორია კრივში. Ვთხოვთ მივესალმოთ სოფო მამულას. გამარჯობა სოფო. გამარჯობა. ესე იგი, შენ შესწორება მითხარი? საქართველოს ჩემპიონი კრივში. საქართველოს ჩემპიონი კრივში. ზეგავში პრიზიორი. დაიცაგეთ, ეხლა ჩამომითვალე კარგად შენი მიღწევები. ხო, 2000 წელი, 2001 წელი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კრივში. 2002, 2003, 2004 წელი საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში და 2005 წელი საქართველოს ჩემპიონი კრივში. და იქამდე სხვადასხვა ტურნირები სხვა. მოგლეთ ვის ოჯახში ჩვენ შეხვალ. ბედნიერი ის ხალხი რა. კარგი, აი მოდი თავიდან დავიწყოთ რა, აი რატო გადაწყვიტე რომ შესულიყავი თუნდაც კიკბოქსინგში? ბიჭი უნდა მეცემა. როგორ? ბიჭი უნდა მეცემა. ბიჭი უნდა გეცემა? რა შეგიძლია? მართლა უღმით. სერიოზულად. შეიძლება რა რამდენი წლის იყავი? მაშინ ვიყავი 9 წლის და რატო რა დაგიშავა ბიჭი მაგას? დამცინოდა. რას გეუბნება? ნუ ახლა ბავშვების ამბავი იცი ალბათ, რომ ერთმანეთთან ნაკლებს ეძებდნენ ერთმანეთში და მე რა თქმა უნდა ერთადერთი ნაკლები მქონდა კბილები და სულ კბილებზე ქონდა დაცინო, ანუ შენ კბილებში მატარებელი გაეტევა. ой მართლა და ერთი დღეც იყო, ოღონდ არანაირი თქვა წესების დაცვით, სრული ამ წმებში წავიდე ხელი და პოლზე ვარწმუნე თავი. კრივი არ გამომეყენებია ნამდვილად. კარგია კაცო. რაცალი ის ბავშვი. კარგი, კიკბოქსინგი და კრივში რატო გადმოხვდა? კიკბოქსინგი ცოტა არ იყოს, არაოლიმპიური სახეობა ჯერ მაქედან დავიწყოთ. არანაირი ყურადღება არ იყო მაინდა-მაინც. ნუ ახლა კრივი ქალთა შორის ხალხში ქალებშიც არ არის ოლიმპიური კრივი, არის მხოლოდ ვაჟებში. მაგრამ მაინც ახლა ქალი კრივი განსაკუთრებით უფრო პოპულარულია ვიდრე კიკბოქსინგი. კაი გადაწყვეტილება მიგიღია იმ კიკბოქსინგი და რომ გადმოხვიდე კრივში, იმიტომ რომ ახლა კიკბოქსინგი რა ქალის საქმეა. შეთანხმები. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ მე მიყვარდა ერთი მოკლივე გოგო ადრე. ხო და ნუ მოხდა ისე მე რომ რაღაცა ვერ გავაწყეთ, რაღაცა უთხარი მე რომ აღარ მიგვიყვარხარო რა. ხო და დავშორდით ერთმანეთს და იმის მერე ვარ თავგასიებული. კარგად უმუშავია. კი. რამდენი ქალი გყავს ნაცემი? ეცი როგორ მაშინ შეჯიბრზე ნაცემი ხო ერთად? ნაცემი ალბათ 22-23 დაახლოებით. 22 გოგო გყავს ნაცემი. 22 ესე დაახლოებით უსტიციფს ვერ გეტყვი. მე მგონი ნინა წრიალაშვილი შედნაცემია. ეთყობოდა რაღაცა. აი გამახსოვს უსტად. პროფესიონალი. ისე რომ გიყურებ, ისეთი აღნაგობა გაქვს რომ მე მგონია რომ ინგა გრიგოლიასაც დააგდებ. კი, ოღონდ ჭიდაობაში მოგვერდი უნდა გავუკეთოთ, თორემ მაგას პირდაპირ ვერ გაარტყავ, არ არსებობს. სხვათა შორის ჩვენ თამუნასაც ძალიან უნდა და კრივზე შესვლა. ხო, მაგრამ ის ხელთათმანები არ ჩაეტია ბოტო და თითებზე. აჩლემი არ ჩამოდა მიჯერი. ხო და მე ექსპერტიზამ კიდე დაბრაკა, იმიტომ რომ სილიკონი აღმოუჩინეს სისხლში. ეგე. ხო და აღარ გამოვიდა. უბანში როგორი სახელი გაქვს? უბანში. ანუ კარგი პურის მჭამელი როგორ დამწმელი როგორ? პურის ჭამაზე რა გითხრა ახლა მაინდა-მაინც არ გამოვირჩევოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამეზობლო მყავდა ძალიან ბევრი ბიჭები რა, ანუ გოგო როგორც ის მეზობელი მე არ მყავდა. ამიტომ გავიზარდე მეზობლებში რა, ბიჭებთან წრეში, ანუ და სულ მოკლედ ქაჯს მეძახდნენ, რაღაც ესეთი კიკინები
და წავიდა ფეხბურთის თამაში. ყოველთვის მეკარე ვიყავი დამიჯერე, იმიტომ რომ კარგად ვიღებდი ხოლმე ბურთს. ეგ სანამ კრივს შეუდგებოდი იქ. ვაჰ. მე რა ვიცი, სამეზობლოში ერთი-ორი ბიჭი კი ოღონდ ქვავესროლი. ხო, არა, იმიტომ რომ შენი უბნელი ბიჭები ნახე, მაგარი ნაცემები რომ კაი გენაცვალე, სვავ ხელს რაღაც უთხრა. ეგას კარგი, დარტყმა ძლიერი გაქვს? დარტყმა უბრალოდ ჩასმული მაქვს, დარტყმა. სწორად. სწორად, ძლიერი დარტყმა გაქვს. თავისთავად თუ ჩასმული გაქვს დარტყმა იქნება. აი, მაგალითად, რო დამარტყა ამერიკაში გამაფრენ? ამერიკის რა გიცხა, მაგრამ პოლუსზე კი? არა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ამერიკაში გამაფრენ, იმიტომ რომ დავით ანჯე კონსულტაციაში შევდე, არ მერწყავს იმით. კარგი. შენ გაუთხოვარი ბრძანდებით, ხო? დასაუჯახებელი. აი, მაინტერესებს როგორი ურთიერთობა გექნება ქმართან. აი, მეუღლეს ხომ არსე მაგალითად ტელევიზორის გულისთვის, აი, შეიძლება შენ მეუღლე უყურებდეს სერიალს, შენ უყურებდე ევროსპორტს. რაღაც ეგეთი რა? რა გითხე? დაგამშვიდო. ნუ ყოველ შემთხვევაში აუბავ ხარს ახლა სერიალებს როგორ გამოვაკლდები? არ შემიძლია უბრალოდ. და საინტერესო იქნება. აი სერიალი მახსოვს, ხალხ შორის მოკრივე ქალი რო იყო, ძალიან კარგად ჩხუბობდა მაშინ სეტკებში. სულ ახსოვს. არა, შენი პასუხი იქნება ძალიან მაგარი, რომ შეგეკითხებია, შენი ქმარი სად არისო და სახლში არისო, სახლშიო, სახე ნოკაუტშია ზინა. ნოკაუტში, კარგი. მე თუ მომერები. შენ? არ გიხინია? არა, თუ მომერები, აი, რა ილეთებს გამიკეთებ ერთი მაინტერესებს, მე თუ მომერები. შენ კრივი გაინტერესებს. ხო, რა თქმა უნდა, კრივი. მე ხარ რო გითხრა, პირდაპირ გეტყვი ერთი კარგს ცხვირში თან მოგიხდება. შემდეგ გადაცემამდე გაგივლის დამიჯერე, არ იქნება პრობლემა, მაგალითად. იცი რას გეტყვი გენაცვალე? საერთოდ მე არ მიცნობ. მე ქალების სემის დიდი გამოცდილება მაქვს რა ვიცი, წარსულში. აი ამ მუშს რო ჩაგარტყავს შიშად. იმაში. აი აქ შუაში. ამას რო დაგარტყა რა. მე ნახე შენ რა მოგიგო. გინდა დავაყაროთ. არ არის პრობლემა. გინდა? კი. კარგი, ახლა ჩვენი ბიჭები აქ რინგს გააკეთებენ. აი მე და შენ შევიდეთ, გამოვიდეთ და ოღონდ სერიოზულად უნდა ვიჩხუბოთ რა. სრული სერიოზულობით გეუბნები, არ ვიტყუები ხალხს. არც მე არ ვიტყუები. სრული სერიოზულობით. მაგრამ უხარისის პასუხს გაგებინებ, იცოდე? საუკუნის შერკინება კრივში ერთმანეთს შეერკინებიან ლურჯ კუთხეში საქართველოს 2002-2003-2004 წლების ჩემპიონი კიკბოქსინგში საქართველოს 2005 წლის ჩემპიონი კრივში არაერთ გზის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სოფო მამულაშვილი ითელ კუთხეში თემქის ღია ჩემპიონატის ორგზის ყვიოს მედლის მფლობელი ლილოს ბაზრობასა და გლდანის მეტროსთან ნაყიდი ქამრების მფლობელი მეტსახელად რკინის თავი ვანო ჯავახიშვილი
ხერსქვევი დატყვეც არა ვართ. წყევლა, ლანძღვა გინება არ იყოს. ვანო, ტირილი არ იყოს. აბა დავიწყეთ. მოშორდი. აი, ცოტა ხანი მართადე. მანო ნახავში მეორე რაუნდში. ისპინე. სულთან ერთად არის მოსული და ძალიან გავგეხოცები. ბიჭო, იაქტიურე ცოტა. აქტიურად, ხო იცი გოგოს აქტიურობა მოსწონს გოგოს აქტიურად. ცოტა უფრო იაქტიურე. სახე დაიხარე. თავი დაიხარე, თავი. ავიდა მეორე რაუნდი. მეორე რაუნდი. Ade, vano. Sami. 4. 5. Katsivda vano. 6. 7. Ade, სამსახურში გაგვიანდება. 9. 10. მოცა ნოკაუტ. აი ბაჭა, საფა მამულაშვილმა. მოდი გენაცვალე. ისე ცოტა მაგრათაც შეიძლება. ცოტა მაგრათაც შეიძლება და იქ ტოჩკები მე შენ გითხარი რომ თავი არის სუსტი წერტილი. ვიშერჩენია გენაცვალე. შეგიძლია დაამატო ლარის კიდე. შენი თუმარი იყოს რომ ბაბოш